შენ რა მაგალითებით მზრდიდი და როგორ ხვდებოდი რისი უფლება უნდა მისცე შენ შულს და რისი არა? დედაჩემს ქონდა სულ მზდიდა ისე რა უნდოდა რომ ისეთი ყოფილიყავი როგორც მაგას უნდოდა. მე ეგ შევცვალე. ვფიქრობ რომ მე ყოველთვის გაძლევდით იმის უფლებას რომ ყოფილიყავით ისეთები როგორც თქვენ გინდოდათ. ბოლომდე გულწრფელები ვართ ერთმანეთთან. მე კი გაიცი რომ კი. შენ მეც ყველაფერში. თითქმის რაში არა. ნუ არა რაღაცები რას ესე ბოლომდე ვერ გიყვები, მაგრამ ნუ რატო? არა ბოლომდე გიყვები, მაგრამ რაღაცები არის რაშიც აი მგონია რომ შენ ეგრე რო არ გააკეთებდი, მაგიტომ მე ეგრე არ დავაკეთებდი. არ გიყვები, მე როგორ გავაკეთებდი თუ არ მომყოლ. ვიცი რაღაცებს როგორც გააკეთებდი და მაგიტომ. ანუ გულწრფელი ვარ ხო, რასაც გიყვები, გულწრფელად გიყვები, მაგრამ რაღაცებს რასაც ესე არ გიყვები, იმაში ყველაფერი უნდა მომყოლ. უხეშად ჩავრეულა შენ ცხოვრებაში? არა, მგონია მე არ მახსენდა. ეს ანუ ჩემთან რჩევის ძირითადად რჩევის სახით მოდიხარ ხოლმე და რჩევის სახით მეცლავ ყველაფერს რა. ესე შენთან რომ გადაგეწყვეტა რამე არა. მგონია რომ ურთიერთობებშიც, სწავლაშიც, პროფეს ყველაფერში რჩევის სახით ერევი ხოლმე. ესე არ მახსენდება. მე? კი, შენ ჩარეულ ხარ? გარიხსენი. კი, ჩარეულ ხარ, მე არ მინდა მაგას ვუყო. მართლა? მე მგონია რომ არა. მე კითხე. ჩემთან ერთად ცხოვრების რომელი ეტაპის გავლის გეშინოდა? მე ვიცი მაგას იცი არის ზოგადად მშობლებს გადადიხის ასაკის ეტაპის ეშინიეს და მე აი ეხლანდელი ეტაპის ყველაზე უფრო ეშინია, იმიტომ რომ ეხლა არის ვფიქრობ რომ ეხლა არის შენ ცხოვრებაში ყველაზე ის მნიშვნელოვანი პერიოდი, რაც სწორად შენთვის სწორად უნდა გაიარო. ეგ იმიტომ არის რომ შენ ჩემ ხელას სხვანაირად გავარჯი მე მეყავდი უკვე და მისთვის რა არის სწორი ჩემთვის მთავარი არის რომ შენთვის სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ყველაზე მნიშვნელოვანი შენ იცი რომ არის ჩემთვის პროფესია, სწავლა. მინდა რომ გქონდეს შენ საყვარელი პროფესია და ეს ნაბიჯები ხარ რაც მნიშვნელოვანია შემდეგი ცხოვრებისთვის, რაც მთელი ცხოვრება მე გაყვება, მინდა რომ სწორად და კარგად შენთვის კიდევ ერთხელ გაიარო. ან ჩემთვის ყველაზე შეეხება ეს ეტაპი. ჩემ მაგალითიდან რას არ გაიმეორებდი შულთან? შენი მაგალითიდან არა, შენ ეგეთი ადამიანი ხარ უბრალოდ და მე ცოტა სხვანაირად, მე უფრო თბილი ადამიანი რა ვარ, ალბათ ერთადერთი ეგ მექნებოდა რომ სითბოს ბევრად უფრო, ანუ შენ კი ზრუნავ ჩვენზე, ყველანაირად გვაგრძნობინებ, მაგრამ ნუ ეს სითბოს ხო იცი რომ ვერ გამოხატავ და მე შედარებით უფრო გამოვხატავ და თან მიყვარს თვითონ ეს ფაქტი რომ გამოვხატავ სითბოს და ალბათ მაგას შევცვლიდი. მართალი ხარ, სულ მინდა მეც რომ შევცვალო, მაგრამ რაღაც ბუნებრივად არ მაქვს. ხო, არც გიორგის. გიორგი დაგემსგავსა მაგაში. იცი არის სითბო კიდე სხვა რა, შენთვის სითბო არის მოფერება და ჩემთვის არის მზრუნველობა. ხო, ანუ მაგას ვიტო. მოდის გაგავაცე. ალბათ 1-5-6 წლის წინ. არც მე მეკონა რომ სულ მე შენ და გიო იქნებოდით რაღაცნაირად. რა გავთხოვდი? ჩვენ სამი და მაგრამ ანუ გამაოცე ცუდი მხრივ არა რა პირიქით. ანუ გამიხარდა რომ
მაშინ არა, მაშინ პატარა ვიყავი შედარებით და ეხა მიხარია, რომ ჩვენ გარდა, ანუ ჩვენ სამში არ დარჩი რა და მარტო ჩემთან და გიორგისთან არ მოგიწია ურთიერთობა რა. მიხარია, რომ ჩვენ სამიდან გახვედი და ის ადამიანი ყავს, ეხა ვინც ყავს და მიხარია, რომ ის არ შეიქმენი, რომ ჩვენ გამო რაღაცა უნდა მოგეკლო რა. და მაშინ რა ემოცია გქონდა? მაშინ ხა 12 წლის ვიყავით 13-ის, მაშინ ძალიან მეჭვიანობდი და ძალიან არ მინდოდა რა გათხოვე. ეჭვიანობდი? ხო, ძალიან მეჭვიანობდი. ძალიან არ მინდოდა რა გათხოვულიყავი. კაი, რატომ მითხარი? ძალიან პატარა ვიყავი მაგის სათქმელად. აი მე გონა რომ რო გათხოვდებოდი რაღაცა ისიც, ანუ ის სითბოც რაც ისე ძლივს გქონდა. სპეციალურად უნდა გამეყო და არ მინდოდა. მაგრამ ანუ პირიქით რა მე მიხარია, იმიტომ რომ ვისაც გაყევი ის ბევრად უფრო მეტ სითბოს გამოხატავს ჩემს მიმართ. ეგ გამიხარდა. ცივი არ ხარ. უბრალოდ არ ვერ წარმომიდგენია რომ რო შემოხვიდე და მაკოც მან ჩამეხუტა მგონი ხომ რომ ცუდა ხარ რა. კი. რა იყო ყველაზე ძნელი შენთვის შვილის აღზრდაში? იცი არის ყველაფერი ძნელი იყო, არ ვიცი. ის პასუხისმგებლობა. რაც შვილის წინაშე პატარა ასაკში ძალიან შენ ხელა ვიყავი. გაგაჩინე და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჩემ ხალხს უკვე ორი შვილი ყავდა. ხო. პატარა ვერ ვიყავით, ისეთი კაი ბავშვები ვიყავით, ისეთი მარტივი ბავშვები ვიყავით, მართლა. აბსოლუტურად არ მქონდა ის. მე ერთადერთი ეგ რა, რომ შვილის პასუხისმგებლობა ის რომ ძალიან განვიცდიდი რომ ეს სამსახურში ვიყავი, სულ მუშაობდი და მაინც ანუ ესე ხშირად კისურთად ვიყავით, მაგრამ მაინც ძალიან ხშირად ერთად ვერ ვიყავით. არ მიყვარდა რომ გტოვებდით ხოლმე. და ნუ ცოტა შენი ხასიათი შენთან მიმართებაში. იმიტომ რომ ძალიან ემოციური ხარ და ჩემგან ძალიან განსხვავებული ხარ და რაზე შემოწმებინებდი აზრს? შვილის გაჩენა რო არ გინდა მაგაზე. ძალიან მინდა რომ პატარა და ძმა მყავდეს. ძალიან ეხლა შვილი რო გაჩენა ჩემს ბედნიერი ადამიანი არ. რა ისედაც შენი სითბო? ხო, მაგრამ ეხლა მინდა. გეტყვი რატო? იმიტომ რომ აი გიორგისთან გამომდინარე რა. მე ჩვენს და გიორგის ერთად გავიზარდეთ და როგორც ჩვენ მე ვერ აღმიქვალ ესე ბოლომდე შვილად როგორც ხვები შვილს აღიქვა მე ეგრე მე ვერ აღვიქვამ გიორგის ძმად რა იმიტომ რომ იმდენად ერთად გავიზარდეთ და თან იმდენად ცოლ-ცოლკე რომ ვერ წარმომიდგენია რა რომ პატარა ძმა ვინმე რომ მეკითხება რომ პატარა ძმა ყავს არა თქო ხო და მაგიტო ვიძახ არ მინდაზე არ არის უბრალოდ არ ვამზად მაგ პასუხისმგებლობისთვის კიდე დამატებით როგორ ფიქრობ მზად ვარ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და მაკლია თუ არა რამე დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ფიქრობდი უკვე რომ მეორე კლასში მაშინაც მზად იყავით მე ყოველ შემთხვევაში ძალიან დამოუკიდებლად გაგზარდეთ და ფიქრობ რომ ყოველთვის მზად ხარ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მე კი შენკი გიორგი ვერას იცი გიორგი ძალიან მგავს ხასიათებით და უბრალოდ ეგ ხასიათი აქვს როცა დაჭირდება მაშინ გამოიყენებ სადაც დაჭირდება რა სანამ არ ჭირდება ესეთი მე უფრო ბევრს ვთმობ ჩვენ ურთიერთობაში თუ შენ აუცილებლად შენ ყველაფერში ანუ იმ კუთხით არა ხასიათის კუთხით არა მე ბევრად შენთან ყველაზე მეც ვთმობ ალბათ ვიდრე სხვა ადამიანებთან რა ეგ მაგას შენ სხვა თხოვ რომ ანუ შენთან ბევრად უფრო მეტად შემიძლია თავის შეკავება ვიდრე სხვებთან მაგრამ დათმობაში იმას გულისხმობ რომ აი ჩემ და შენ ურთიერთობაში
თუნდაც იმაზე რომ აი თქვა დარეკვაზე, სადღაც გაშვებაზე, ან მგონია რომ ბევრად უფრო მეცითმობ ვიდრე მე რაღაცებში. Всё.